ფარისებური ჯირკვლის ყველაზე გავრცელებული დაავადება პოპულაციაში და ყველაზე ცნობილი დაავადება, რა თქმა უნდა, არის ჩიყვი. ჩიყვი რა არის? ჩიყვი არის ჰიპერტროფია, მომატება ზომაში ფარისებური ჯირკვლის. რეალურად ფარისებური ჯირკვალი არის ძალიან პატარა ზომის, მაგრამ ამ ჩიყვის შემთხვევაში ის იმატებს ზომაში 5-ჯერ, 10-ჯერ, ზოგჯერ 100-ჯერ და ის ვიზუალურადაც კარგად ჩანს ხოლმე. ეს დაავადება ცნობილია მრავალი წელია, მრავალი საუკუნეებია და მასზე მკურნალობა და სხვა მეთოდები ყოველთვის იხვეწებოდა ამდენი წლების და საუკუნეების მიხედვით. რა სიმპტომებია იმის მაჩვენებელი ბატონო ანზო, რომ პაციენტმა უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს ან ქირურგს? სიმპტომები ფარისებური ჯირკვლის დაავადებას და კონკრეტულად ჩიხს, რა თქმა უნდა, აქ განსხვავებული. ეს დამოკიდებულია მის ჰორმონალურ სტატუსზე. როცა ჰორმონალური სტატუსი მისი ჰიპერაქტიურია, ანუ ჰიპერთირეოზს გულისხმობთ, ხო? აქ სხვადასხვა თავისებური სიმპტომატიკა გამოდის. იქნება ეს ნეიროფსიქოლოგიური პრობლემები, იქნება ეს კარდიოვასკულური პრობლემები, ტახიკარდია, გულისცემის გახშირება, უძილობა, წონაში კვლება და სხვადასხვა ტრემორი ხელის და სხვადასხვა ესეთი სიმპტომატიკა. როცა უკვე ჰიპოთირეოზზე ვსაუბრობთ, როცა ფუნქციას ვერ ასრულებს ფარისებური ჯირკვალი, თავისად ვერ გამოყოფს სათანადო ჰორმონებს, მაშინ უკვე ადინამიაზეა ლაპარაკი, ძილიანობაზეა ლაპარაკი, წონაში მატებაზეა ლაპარაკი და სხვადასხვა ასეთი ტიპის სიმპტომატიკა ახასიათებს ამ დაავადებას. რა დროს არის ხოლმე ქირურგიული ჩარევა აუცილებელი და თქვენ როგორ ურჩევთ ხოლმე პაციენტებს, ან თუ არის ესეთი შემთხვევა, რომ პირიქით შეიძლება არ იყოს საჭირო, მაგრამ რაღაც შემთხვევებში რა თქმა უნდა, ჩვენ კომპლექსურად ვდგებით ამ საკითხს და არ არის მხოლოდ ქირურგია ნებისმიერი დაავადების მკურნალობის მეთოდი. ამიტომ ჩვენი მიდგომები, რა თქმა უნდა, კომპლექსურია, ეს დამოკიდებულია ენდოკრინული ზოგადი სტატუსის განსაზღვრის მიხედვით, ენდოკრინოლოგთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვარჩევთ პაციენტებს კონკრეტულად არის თუ არა ის საოპერაციო. ყველა ფარისებური ჯირკვლის დაავადება არ არის საოპერაციო და ყველა ჩიყვი, ეგრეთ წოდებული, შეიძლება იყოს ის კვანზოვანი ფორმა, დიფუზური ფორმა, არ არის საოპერაციო. აქ დამოკიდებულება არის იმაზე, თუ რა დაავადება, თუ ის ონკოლოგიური პათოლოგიაა, ან საეჭვო ონკოლოგიური პათოლოგია, მაშინ პირველ რიგში რა თქმა უნდა ქირურგიული მკურნალობაა მთელ მსოფლიოში მიღებული, იმიტომ რომ ყველაზე კარგი მეთოდი განკურნის არის ქირურგიული მეთოდი. მაგრამ თუ აქ საქმე გვაქვს პატარა მცირე ზომის კვანძთან, რომელიც არის კოლოიდური, რომელიც არის აბსოლუტურად კეთილთვისებიანი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას მის ზომაზე, რამდენად ის არის გადიდებული, რამდენად უშლის ხელს, რამდენად იწვევს სხვა ზეწოლას მეზობელ ორგანოებზე კისრის მიდამოში. როგორც წესი 1 სანტიმეტრამდე ესეთი წარმონაქმნები არ არის საოპერაციო და ის უბრალოდ მართებადია ამბულატორიულ პირობებში. 1-დან 2 სანტიმეტრამდე და 2-ზე მეტი უკვე ნებისმიერ შემთხვევაში განსახილველი ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, შესაძლებელი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, მისი სიმპტომატიკა და არსებული პრობლემა ამ ფარისებურ ჯირკვალში. რა ტექნოლოგიები გამოიყენება ქირურგიული უსაფრთხოების გასაზრდელად? როგორც სოფლიოში, ასევე ნიუ ჰოსპიტალში და საქართველოში ქირურგია გადადის მინიინვაზიურ დამზოგვრელ ქირურგიაზე და მხოლოდ დიდი განაკვეთები და მხოლოდ რაღაცა რადიკალიზმი არ არის პირველ პლანზე. ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ მინიმალური დაზიანებით და მინიმალური ჩარევით გავაკეთოთ სხვადასხვა პროცედურები და ამ შემთხვევაში გვეხმარება სხვადასხვა ახალი ინსტრუმენტები, ახალი ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ აქტიურად. ბოლო დროებს აღარ ვჭირდება იმდენი საკერავი მასალა, ვინაიდან გვაქვს ახალი ინსტრუმენტები, ენერგეტიკული ინსტრუმენტები, თვითონ ამუშავებს სიზარღვებს, თვითონ ახდენს სხვადასხვა პროცედურებს, ამიტომ უფრო ბევრად დახვეწილია და ეს პროცესი ვითარდება უკვე წლიდან წლამდე. ამ შემთხვევაში ნეირომონიტორინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ნეირომონიტორინგის საშუალება, რითაც ჩვენ ვახდენთ იდენტიფიკაციას ლარინგიალური ნერვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგიათ ალბათ, რომ არ გაიკეთოთ ოპერაცია, იმიტომ რომ ხმა შეგეცვლებათ, რაღაცა პრობლემები გექნებათ, არის პაციენტებში ესეთი მოდიან და მითხრეს, რომ არანაირად არ გაიკეთო ამდროულად სასწრაფოა საოპერაციო და მიწევს დარწმუნება პაციენტის, რომ თქვენ უნდა გაიგეთოთ მიუხედავად ამისა, იმიტომ რომ გვაქვს უკვე თანამედროვე მიდგომები, არ გვეშინია გართულებების, ვინაიდან ამ ნეირომონიტორინგის საშუალებით ჩვენ ზუსტად შეგვიძლია იდენტიფიკაცია მოვახდინოთ ამ ნერვის და პრევენცია მოვახდინოთ ამ ნერვის დაზიანებით და შემდგომ მისი გართულებების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ
ნერვის დაზიანების შემდგომ არა მხოლოდ ხმა იცვლება, იცვლება ძალიან ბევრი რამ. შეიძლება გართულდეს ყლაპვის მომენტი, შეიძლება სუნთქვის გაზნელება, შეიძლება კიდე ნამდვილად მოყვება ამას, უბრალოდ შეიძლება ნაადრევი იყოს და მოგვიანებით ფაზაში და სხვა ფუნქცია ირღვევა და ამის ადგენა მე დაზიანების შემდგომ იქნება ეს 1 თვეში, 3 თვეში, 5 თვეში ძალიან რთულია. ამიტომ მსოფლიომ და ყველამ და ჩვენ თუმცა ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ ინტრაოპერაციულად არ დაზიანდეს. ნეირომონიტორინგით ჩატარებული ოპერაციის უპირატესობები პაციენტებისთვის რა არის? ნეირომონიტორინგის ჩატარების უპირატესობა არის ის, რომ თანამდვილებით პაციენტს ეწოდინება, რომ მისი ლარინგეალური ნერვები არ არის დაზიანებული. ეს ძალიან დიდი პლუსია იმ თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ გართულებების რისკი არის მინიმუმზე მინიმუმი, ან 0.01% ჩატარებული ნეირომონიტორინგი. რაც არ იყო ოდესღაც არ ქონდა საშუალება ქირურგს გამოეყენა ნეირომონიტორინგი. დაახლოებით აქტიურად ნეირომონიტორინგი შემოვიდა 2010 წლიდან, საქართველოში 2014-15 წლებიდან მუშაობ ნეირომონიტორინგის აპარატით და ეს გვაძლევს საშუალებას არ მხოლოდ პაციენტი იყოს დაცული, არამედ ექიმიც იყოს დაცული, მშვიდად, სწრაფად და კარგად ჩატარდეს ოპერაცია, რა ვიცი, გართულების გარეშე, ვინაიდან ფარისებრი ჯგუფის დაავადებები არ არის მხოლოდ პატარა რაღაცა კვანძები, შეიძლება იყოს ავტისებიანი სიმსივნე, შეიძლება დაშიდეს ლიმფოდისექცია, გაფართოებული ოპერაცია კისრის მიდამოში. ამ შემთხვევაში პირდაპირ მოწოდებულია ნეირომონიტორინგი, ანუ რთული შემთხვევები, ავტისებიანი სიმსივნის შემთხვევები, ყველა ეს ოპერაციები ისედაც მოწოდებულია ნეირომონიტორინგით ჩატარება, ჩვენ კიდევ ნებისმიერ ოპერაციას ფარისებრი ჯგუფის ვატარებთ ნეირომონიტორინგით.